ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და საწარმოების ამოქმედება გამარჯვების შემთხვევაში დასაქმებას პირდება ამომრჩევლს არასაპარლამენტო ოპოზიცია. პარტიის ლიდერებმა გუშინ საღამოს შეხვედრა 6 მაისის პარკში გამართეს. მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა კახა კუკლავამ და ფიქრიათ შიხრაძემ გააცნეს. მათი განცხადებით პარტიის მაჟორიტარებისა და მერობის კანდიდატის გამარჯვების შანსი მაღალია. საკრებულოში არჩევის შემთხვევაში კანდიდატები მოსახლეობას ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებას პირდებიან. მაგრამ თავაზობას რომ ეს მონაწილეობითი ბიურებლობა დღეს როდესაც პევა პრაქტიკულად ციტრუსი, ხოლო ჩაი საერთოდ არის გაწყიურებული, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება, რომ 31 დეკემბრამდე აჭარის რეგიონში მინიმუმ გავხსნათ ერთი ჩაის საწარმო და ერთი ფორთოხლის წვენის კომბინატი მუნიციპალური სესხების ბაზაზე. ეს არის აუცილებელი და ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი შერატონი, ნებისმიერი რედისონი, ნებისმიერი ამბანის კოშკი. ჩვენ აი ასე პირისპირ ხალხთან კომუნიკაციით ვახერხებთ, რომ ჩვენი სათქმელი მივიტანოთ. მე ვფიქრობ, შანსი ძალიან სერიოზულია და ეს არა მარტო ჩვენი შანსია, რომ ჩვენი წარმომადგენლები გამარჯვებულები იყვნენ ცალკეულ რაიონებში, მაჟორიტარულ ოლქებში, საკრებულოებში იყოს ჩვენი წარმომადგენლობა. ეს არის საქართველოს შანსი, რომ ჩვენ მივიღოთ რეალური მრავალპარტიულობა და არ ვიყოთ სულმოჯადოებულ წრეში ჩაკეტილი. პრიორიტეტი არის ყველა მიმართულება საერთოდ და ეს გამოყოფა, რა თქმა უნდა, უკვე მოხდება ანალიტიკური და სამუშაოების წარმოების შემდეგ უკვე მერიაში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მიმართულებები ძალიან ბევრია, კრიზისული მდგომარეობა გვაქვს ქალაქში, ამიტომ სამუშაოები ჩასატარებელი იქნება უკვე შიგნით კვლევითი, თუ რომელს მივანიჭოთ პრიორიტეტი, რომელი უნდა გადაწყდეს პირველ რიგში.